მოგესალმებით, მეგობრებო. მეფეთა ქალაქიდან, ქუთაისიდან. მე ვარ ერბილე ნემსაძე, ქართული მარში ეროვნული მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქ ქუთაისში. ეს ჩემი მეგობარი დავით სილაგაძეა. გზად მივდიოდით და გადავაწყდით წინვალეთ უკრავთ. Bravo, maestro. შეუძლებელი ადამიანმა წარმოიდგინო, რომ ამ კლასიკურ ქალაქს სხვა მუსიკა მოუხდებოდა. რა თქმა კლასიკური ქალაქია, კლასიკურ ქალაქს კლასიკური მუსიკა უხდება. ჩვენ უბრალოდ მოვდიოდით იმისთვის, რომ ჩემი მეგობრები არიან. როგორ ახართ ბიჭებო? ხო გაქვთ განწყობა მუსიკალური, როგორიც გესმით? ხო და გავაგრძელოთ. მოკლედ ამ მაჟორულ ნოტაზე ჩვენ მივემართებით უპატრონო ქალაქის უპატრონო უფუნქციო შენობასთან უკაცრავად. რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ის ფუნქცია გააჩნია, რომ კოჰაბიტაციის ოაზისი ერქვას. ჩვენ ახლავეს გადავინაცვლებთ ლამაზი ქალაქის ლამაზ შენობასთან. შეხედეთ, როგორი კლასიკური სტილით ნაშენები შენობა არის, როგორც უხდება დიდებული კოლხეთის დედაქალაქს აიას და მივადგებით ლამაზ შენობას, მაგრამ როგორც ამბობენ, ყველა ადგილს ხალხი ალამაზებს. ამიტომ პირველ რიგში ის უნდა ვიკითხოთ, ვინ ყავს ამ ქალაქს პატრონი. პატიოსანი სოლდაგრები ყვებოდნენ არაქს, უპატიოსნო თურმე ერთხელ სწვევია ქალაქს, დასცა ბანაკი, მაგრამ თურმე სტყვის არაკი, უპატიოსნო ვისუნახავს მთელი ქალაქი. ქალაქს ხალხმრავალს მშვენიერს და სატახტო ქალაქს, ზოგჯერ უღირსი მოქალაქის სახელი ბღალავს. მოკლედ ეს ყველაფერი ლამაზად, ახლა ჩვენ ძმებო, ვაჩუქოთ საჩუქრები. აბა? ჩვენ სიმბოლურად ჩუქნით, მაინც. აბა, ბატონო მიხეილ, თუ შეიძლება, დამეხმარეთ. ჩვენ საჩუქრებში გვაქვს ძალიან ნიშანდობლივი საჩუქარი. მეგობრებო, გთხოვთ გააზიარეთ, ცოტა ხალისი სჭირდება ამ ყველაფერს. ეს არის კოჰაბიტაცია. თაფლობის თვეში მყოფი ნაცქოცური მოძრაობა და ქუთაისში ბევრად მეტი ლამაზად უკრავენ და მღერიან, ვიდრე ამას ბღავის დინარაძე დანამა გული გაუპოს დანამა. ასე რომ ჩვენ პირველ რიგში დავაჯილდოვებთ ნაცქოცურ უგვანო უჯიშ აი ამ პლაკატით, ცოლქრობის პლაკატით, ოღონ ხან ერთი არის ცოლი, ხან მეორე არის ქმარი რა. ეს როლების თამაში უყვართ და როლების გაცვლა უყვართ. ასევე ეს არის ჩემი პლაკატი, რომლითაც აუცილებლად დავაჯილდოვებ ქუთაისის მერიას, იმიტომ რომ მან მე განმიცხადა, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ ვარ 22 ლარიანი ვეტერანი და ამის მეტი საშუალება არ მაქვს ინფორმაცია გავავრცელო, არ შეიძლება რადგან ბოძი ეკუთვნის რუსულ ენერგო კომპანიას ენერგოპროს და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი საჩუქარი მეგობრებო, მომაწოდეთ. სიბნელის გამანათებელი ნატურა. აი ეს ნატურა. ეს ჩვეულებრივი ნატურაა. მომაწოდე, დამეხმარეთ ძმებო, ამოიღეთ, გავაშუქოთ, რატომ ნატურა? ეს ნატურა იმიტომ, რომ აი ამ პიტალო შენობაში, აი ამ პიტალო ჩინოვნიკებმა მიუხედავად ჩემი თხოვნისა, რომ გმირთა მემორიალზე აენთოთ ერთი ნატურა. ვერანაირად ვერ უზრუნველყეს და ვერ გამოყო ვერანაირი ბიუჯეტი ქალაქის მერიამ, რომ აი ეს ერთი ნატურა აგვენთო გმირთა მოედანზე. ამიტომ ნატურაც მოუტანეთ, იმედია ელექტრიკს ნახავენ და გააკეთებენ ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე რა უნდა ელაპარაკო აი ამ ავადყოფებს. ახლა კი სერიოზულად. გადავიდეთ სერიოზულობას. მოუხმოთ სერიოზულობას და სერიოზულობა ის არის, რომ აი ამ შენობაში, ეს არის სრულიად უფუნქციო შენობა. უპატრონო შენობა. აი ამ უპატრონო ქვეყნის უპატრონო შენობაში
დაახლოებით 2 თვე არის უკვე 2 თვე სრულდება ჩვენ შეტანილი გქონდა მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით რომ პასუხი გაეცა ქალაქის მერიას რამენაირად გადაწყვეტდნენ თუ არა ესე იგი პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ტერიტორია გამოეყოთ მაგრამ ვერ გამოყვეს ვერც პასუხი გაგვც ეს კანონით დადგენილ ფარგლებში 10 დღე გავიდა მაგრამ ძინავთ იმიტომ რომ ძინარა ქოცების შენობაა ეს მეორე გმირთა მემორიალი საერთოდ აქ გმირთა მემორიალები ძალიან საკრალურ რიტუალს წარმოადგენს ქუთაისში განსაკუთრებით ზოგიერთი ანგრევს ზოგიერთი ნატურას ვერ ანთებს დროშასაც ვერ კიდებენ ამ ქალაქში და აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს მოკლედ ისეთი დღე გვაქვს რომ აგიტაცია არ შეიძლება სააგიტაციოდ არ მოსულა მოვედით აი ესეთი სარკაზმით ისეთი ირონიით ისეთი ცინიზმით და ორივე სახე რეკამენდო გამოვიდეს ჩამოვზავდეთ ძალიან კარგი მეგობრებო თქვენ გახდებით მოწმე თუ როგორ გაგცემენ პასუხს ეს ვაჟბატონები თუ მოიცალეს რა თქმა უნდა მანამდე სანამდე ეს მოხდება თუ შეიძლება დავიწყოთ ჩვენ ჯილდოების ცერემონია მომეცით ორმაგი სკოჩი თუ შეიძლება მომეხმარეთ ეს აუცილებლად უნდა მივაკეთოთ ჩვენ არ დაგვაბრალონ რამე არა მაქეთ არ ვაკრავთ აი გერ ვაკრავთ არა გაქვთ მაგის უფლება თქვენ არ გიძახთ ჯიგარო კანონის ფარგლებში არა გაქვთ ვინც მაგას გეუბნებით ვინც მაგას ახლა შენ გეუბნება აღოს კანონს ახლა პოლიტიკაში ჩამოხიე პერფორმანსის უფლება ერთი წუთი ჩვენ გვაქვს ომისმინე ჯიგარო მე ერთი წუთი თქვენ გაქვთ მაგის უფლება ჩამოხიოთ მაგრამ მე მაგ უფლება მივაკრავ მე არ ვაზიარებ არ ვაწერ არა ხო რას გინდა ისქენი უბრალოდ მაცავი რომ მივაკრავ გასაუბრებ ხო გინდა არა იმას გადავწე არა ერთი წუთი არაფერს არ ვაფუჭებს რომ საყვედურს არ მიიღე ესა დემოკრატიული გამოხატვის ფორმა უბრალოდ ადამიანურად მე ჩამოხიეთ აბა ამას რო აქ არავინ გააჩერებს მეც ვიცი არ ვაკრავთ წეპოთი არ ვაშავებთ არაფერს არ ვაშავებთ შეგიძლიათ ჩამოხიოთ ამას გავაკრავთ სიმბოლური დატვირთვა აქ ამ ყველა რა არ როგორ ახლა მერია ესაა საკრებულო ესაა ერთი თვეა ველოდები პასუხს არანაირი პასუხს არ ვცემენ და არაფერს არ კანონი ახლა პირვადად გაიგეთ და მე ვისაუბრებ რა ვინ მავალდებო რომელ კანონში გიწერია პირვადად ხო რომელ კანონში მაჩვენე ორგანული არის კრიმინალური არის თუ რომელ კანონში ის რო დავიცვათ ჩვენ არა მაქვს მე ვალდებულება რომ პირვადად მეკეთო სამწუთში არანაირი ვალდებული არა რამდენი შეკრება არა ხარ ვალდებული მაჩვენე თუ შეიძლება კანონი ამოიღეთ მუხლი რომელი და საერთოდ მაგ პანდემიაც რომ მოგონილი და ფიორ არის ეს კარგად ვიცი და დაქცეულია ეს ქვეყანა ხო და ადამიანურად გეუბნები მე აწარწერას არ ვაკეთებ თქვენი სახელი და გვარი ბატონო ხო ქუთაისელი კაცი ახლა ადამიანურად გესაუბრებ კანონით მე არაფერს არ ვაკეთებ არ ვეწავ იმიტომ რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარ და კანონი ჟურნალისტი არა არის ჩემი შტაბის წარმომადგენელი და კანონი რატო იწერს იმიტომ იწერს რომ საჭიროა და უნდა რომ გავაგებიოთ ხალხთან მე ვარ 22 ლარიანი ვეტერანი ამ ქვეყნის და აი პლაკატის მიკრის უფლებას შენი მერია აი ეს არ ვიცი არ მათქებს ნუ რა ქვია ხოძე იმიტომ რომ რუსულ კომპანიას ეკუთვნის ახლა ადამიანებად ჩვენ ვიჭხობთ გვაქვს ამის მიკრის უფლება 10 წუთი მე ჩამოხაზიანდე უბრალოდ ერთ გააკეთებ ჩამოხსენ მაგაზე არ უნდა ფარგლებს არავინ რატო გეტყვის ვერავინ მაშინ უნდა ვიჭხობოთ ახლა ვინ უნდა ხო და მაშინ გეუბნები მე მაგას მე მაგ ამის მაჩვენე მაშინ კანონი სადაც წერია რომ მე არ მაქვს ამის მაჩვენე ჩამოძა ველოდები დროულად ველოდები და მაჩვენე კანონი ჩამოიღე დროულად ახლა შეხვედრაზეა და რომ ხო არ ვიცი ახლა მაგ აი მე და მთელი ცხოვრება მაგ დებილებს უძნა მე არ მოსულა არავინ რა ასე ვიცი დაფიქსირე ახლა შენ შემოგევლე მე ძალიან არ ვიდა ქუთაისში ამენის ლაპარაკი მაგრამ გეუბნები რომ ამ თუჩი შენ აღვევ კანონს და ჩემი გამოხატვის არასწორებას ხულდა კი მისავა ამ თუჩი რა დაშავდება ამ თუჩი გადაბუჭდიანდება მაჩვენე კანონის აღება შეიძლება ადმინისტრაციული შენობა რა თქმა უნდა აქ არ მაქვს ამის მიკრის უფლება ბოცია რომელიც რუსულ კომპანიას ეკუთვნის და არ მაქვს ამის უფლება მოდი და გამოვლენ. არ მოვალ, კაცო, მე აქ მინდა და აღწევ. დაელოდე ჩამოვლენ, დაელოდე.
აი ეს არის, იცი მე ამ ქვეყნის შენც ამ ქვეყნის შვილი ხარ. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის შვილები ვარ. ესა სიმბოლური დატვირთვის და არანაირ. თქვენ 10 წამი არ მაჩერებიათ აქ ამას. ხო? არა გაქვთ ამის უფლებათა გეუბნები. მე რომ ამას ვაწერდი, ვაზიანებდი. თქვენ რა გაქვთ ამის უფლების გაკვრა, მაგრამ მაჩვენე სადაა. წამოდი. ადმინისტრაციული ეს შენობა, შედის განაყოფის პოლიცია. მე რა. მოდიხარ და პლაკატებს მიკრავთ რა. ერთ წელს გიკრავ სიმბოლურად. ერთი ყოფილა და 1000. ამის უნდა. არ შეიძლება მე დარღვევას ამ ქვეყანაში ვერ ხედავ. ორი თვეროა წერილი რომა დატოვებული და პასუხი არავინ გამცა ამას ვერ ხედავ. მე ჩამოვა ადმინისტრაცია. არა, საჯანდაბაში არიან, მაშინ მაინტერესებს. მაინტერესებს კანონს რატო არ ღვევს? რატო იცავ კრიმინალებს და კანონდამხმარებლებს? კორუმპირებულებს რატო იცავ? ვიდრე 15 წუთი აგერავ და უძებს. არ მინდა ეხლა ნუ დავძაბავთ ერთმანეთში ჩვენ ყველაზე გამქალაქში შევხვდებით. გეუბნები. მე გეუბნები ადამიანურად, მაშინ ნუ მელაპარაკები, მასე მეცით არ ამოწმებთ. შეიძლება დავეს. სულს არ არის, როგორც არის გაკრული ადამიანურად, აი ეს ეს არის კანონდარღვევა. ორი თვეა ველოდები პასუხს აი ამ იდიოტებიდან, მართლა იდიოტებით ნაძირალებიდან, აქ და პასუხი არ ამოშია. ერთი წუთი რა ესე დაწყნარებით და იმით არ ხდება, აქ ძმაო, კარგად ვიცი რა ხდება. კორუფციის და უბედურების ბუდია, ნაცკოცობის ბუდია. და აქ მე ადამიანმა 10 წამი მივაკრა ის რდილობისთვის პერფორმანსი ამის უფლება არ აქვს თურმე. ნუ რა მასწავლის ჭკუას. ძალიან კარგად ვიცი კანონი და ძალიან კარგად ვიცი რა ქვეყნის შვილი ვარ. და რა მიკეთები ამ ქვეყნისთვის ჯერ ამ ჩემი ნახევარი გააკეთონ მე დაიგდნენ მაგას ხრია. და ორი თვეა პასუხი გამწე წერილზე. 10 დღეა კანონდადგენილი ვარ და. და გმირთა მოედანზე ნატურა ანთონ ეს ნატურა იმიტომ მოუტანე ძმაო რომ ჩემი ძმები რომლებიც დაიღუპენ ომში ნატურის გარეშე ჩაბნელებულია პირადად უნახე ინფრასტრუქტურის უფროსი და ნატურა ვერ დაკიდა. გადახრილია გადანგრეულია მთელი ქალაქი. და თურმე მე ვაქცევ ქვეყანას რა. ხო და მე შენთან არ მინდა ძმაო. მე დაიწყო არ არის ეს დაქცევა ბატონო, არ არის ეს დაქცევა, არ არის ეს კანონის დარღვევა. კანონის დარღვევა არ არის. იერიში ხო არ მომაქვს, ხო არ ვანგრე, ხო არ ვამტრე. სულდური პერფორმანსი ზოგადად, აი ხავში რომ მოვირი. არის მაგისტრად არის სპეციალური განყოფილება სადაც აი შემოვლე ნახავას რეკლამისთვის ვარ გამგონია? ვაკავ სიმბოლურად, იმიტომ ესა პოლიტიკური არ რო გვიგზალავდნენ, ამ პოლიტიკა გვიგზალავდნენ ამის გაკრავს. დაგდებდა ყოველ ღამე მე. ამას ვეუბნებ რომ არ შეიძლება ეს რომ იყოს რეალურად რაღაცა რეკლამა და აგიტაცია გასაგებია. მაჩვენი აბა კანონით არ შეიძლება მომისმენ რა ჩვენ ახლობლები ვარ. საერთოდ მაგაცები. კანონით ძმაო არ შეიძლება. კანონით არ შეიძლება. კანონით არ შეიძლება დაზიანება და წარწერის გაკეთება. ხალხი ჩვენი ხო არც ეს არ აი ეს არის ორმაგის ეს არაფერს არ აზიანებს. ანუ ეს არ არის კანონდარღვევა. არა შემოგევლე. მე ვიცი კანონს ვიცნობ და მითო გეუბნები. როდესაც წარწერა იქნება ადმინისტრაციულ ჩანაწერს. როდესაც ხდება გრევა, მივაბამ და მოვხდი ჩემი ხელით მაშინ. ადამ აი რატო უნდა რატო გიქნა რომ მანდ ამას დავძაბოთ ერთმანეთში სიტუაცია. ზაბა, მივაკრავ და მოვხსნა. მე თვითონ რა გითხრა, მე კაფულად რა გითხრა. მე ჯიგრულად რა გითხრა. არ დაგიზიანებ ძმაო. მოვხსნი. მივაკრავ და მოვხსნა. აბა ვისმოთ ხო მემორიალის ნატურა. ჩამოეთრიო სადა ამდენი ხარ. მე შენობასთან ვარ, სახში კი არა ვარ, ვინმესთან შევარდნი. ორი თვეა, აი ეს შეხედე. ორი თვეა ველოდები ადამიანურად, მოეცეთ ხოჭი. ორი თვეა ადამიანურად ველოდები. ორი თვეა ადამიანურად ველოდები, რომ აი ამ დაქცეული ქვეყნის, დაქცეული მერიის შენობაში ვიღაცა გამოვა და ჩემ განცხადებას გაცემს პასუხს. მაგრამ ამთქნარებენ და ძინავთ, იმიტომ რომ არჩევნებია მოსული. გადააბრუნეს, გადათხარეს მთელი ქალაქი. გადააბრუნეს მთელი გმირთა მოედანზე ერთი ნატურა ვერ დაკიდეს. მიმიფურთხებია მე ამ ხალხის დაპირების პირადად შევხვდით, პირადად ვესაუბრეთ და უთხოვეთ რომ ადამიანურად, როგორც ამ ქალაქის შვილი, როგორც ომის მონაწილე, როგორც ძმების საფლავთან რაღაცნაირად მინდა რომ არ მინდა, თხოვე ადამიანურად, მე არ მინდა შენთან აქციების მოწყობა და ერთი ნატურა დაანთე, ნატურა. აბა მოდიოდეს ერთი მოეთრეოდეს ვიღაცა პრემიერ-მინისტრი, მოდიოდეს ვიღაცა გარეწარი კიდე სხვა და აბა ნახავთ ახლა წითელ ხალიჩას დააგებენ. ბიჭები რომლებიც ამ ქვეყანას შეეწირენ, იმათვის ერთი ნატურა არ ემეტება. ბიუჯეტში თუ არა გაქვს მოგიტანეთ აგერ ნატურა და დაკიდეთ. დაკიდეთ, ორი თვეა ვითმენ. პასუხიც არა გაქვთ არც ერთ წელზე 10 დღეში უნდა გაგეცათ კანონით პასუხი.
აი ეს არ შეიძლება. ხო, აი ასე უნდა იყოს, ასე. კოჰაბიტაციაში უნდა იყვნენ ეს ნაძირლები, ნაცები და კოცები და მე ეს ვერც ბოძზე ვერ უნდა მივაკრა, ვერც აქ ვერ უნდა მივაკრა. აი ეს საქართველოა დღეს, იცით? აი ეს საქართველოა. აი ეს საქართველოა. ამათმა ჯერ ბლაგმა დებილმა სახეებმა თლა დაიკლო მთელი ქალაქი. შეხედეთ რას გავთ. ბედნიერის სახით გამაძღარები იყურებიან, რას იყურებიან, როგორ იყურებიან. ხო და მე აქ არაფერს არ ვაფუჭებ. მე აქ არაფერს არ ვაფუჭებ, არაფერს არ ვაზიანებ. არანაირ თუ რამე ზიანდება, შეგიძლიათ დამაკავოთ, გადამიყვანოთ და გამასამართლოთ. ამიტომ ვდილობისთვის ამას მივაკრავ და მოხსენით. ეს თქვენ ბატონო, ერთი წუთი. აუცილებლად მოხსენით. და ეს არა, არა. ჩამოვიდეს და მე დავიღოთ. აჰა, მოხსენ. ინები. მე შენთან ჯგუფს არ ვაკირებ, ჩემ მე რაღაცა ხარ. მოუდა? აგერ ქუთაისელი ხალხია, ჩამოეთრიო, ჩამობრძანდეს. ველოდები. ველოდები. 20 დღეა ველოდები. 20 დღეა ველოდები პასუხს. მერიიდან საკრებულოდან. ქალაქს არ ყავს მერი, იმიტომ არ ყავს რომ კორუმპირებული იყო. იმდენი ჩაცეცხლა, იმდენი შეჭამა ხოცემაც ვერ დამალეს. ფაშში აღარ ჩაეტია, გადაცხა. ჭიღვარია? ხო, ჭიღვარია, აი დიდი კულტურის მოყვარული ადამიანი, სოტკილავას ახვარო უნდოდა. გარდაცვლილი ტენორის და ამ ქალაქს როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ქალაქი? როგორ უნდა გძულდეს შენი საქართველო, როგორ უნდა გძულდეს შენი ქუთაისი, რომ ასეთ ინტელიგენციის სამჭედლოს დაუსვა ჭიღვარიანაირი დებილი. ახლა წინამორბედებზეც არ ამაქვს ლაპარაკი, ყველა დებილი ყავდა ამ ქალაქს. საკრებულოს არ ყავს თავმჯდომარე. არა. ხო და წერაც არავინ არ იცის. და კითხვაც არავინ არ იცის. ველოდებით ახლა და ნატურა ვერ დაგის. აი ეს ნატურა. ჩამოვა წარმოვადგენი რომელიც ღირს 60 თეთრი თუ რაღაც. 60 თუ ძვირია, თუ ძვირია, კი ბატონო, მოეცე სიგარეტი. სისფულიც ხო არ დაუტოვოთ, რომ მივიდეს და მოვიდეს. ბენზინსაც ჩაუსხამ, არა. ბიჭო თან აიყო, წინ დღეს გთხოვა ვიცი, იგარ ვიყავი. პოლიცინებ ბიჭებმა არაფერი, ანუ საწინააღმდეგო არ გავაკეთეთ. ძალიან დიდი ხანი. არა, მაგიდან გასული ერთი კვირა ზუსტად. ანუ რაც უნდა გაიკეთეთ, ეს ნაკრა უნდა აიღო. და ის ზეგლი რომ მოვითხოვეთ, ძველ გამსახურდიას, რომელიც 2 თვეა გასული. ხო, აი 22 თვე. ამ ორ თვეში 4 ჯერ მოვაკითხეთ. ხო, აი 4 ქვეყანაში სადაც ჩუსტების ძეგლია. კვერცხების ძეგლია, ველოსიპედის ძეგლია, უცნობი რეპერის ძეგლია და აიდან ინოს ძეგლია. თურმე გამსახურდიას ძეგლზე პასუხი და ვერ გავქცეს რა დააშავა ეროვნულმა გვირმა და პირველმა პრეზიდენტმა, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. არ ვიცი, გუშინ ვიყავით, ნამახვანში ვიყავით, აგერ. ადგილობრივი მოსახლეობის დატბორვა, ასე უყვართ ამათ, მისმა დაძირვა, გადაშენება უნდა. ვერ მოვიდა იქ ვერცერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი, ახლა თურნავა იქნებოდა თუ ენერგეტიკის მხარევისაც აბარია და ეკონომიკა ვერ გაბედეს. აი ეს ჩათლახი ქალი, რა ქვია იმას, ლომჯარია, რომელიც ხოლმე გარყნილებას ემსახურება. ომბუდსმენი, ეგრეთ წოდებული, ეგრეთ ქოცების არჩეული ომბუდსმენი. აი ხა ისიც ვერ მოვიდა იქ ხალხის უფლებებთან. ჯვარის დადგმის უფლებას არ გვაძლევდნენ, სადაც ჭიდილი მოგვიწია. ისევე როგორც აი დღეს, აი არ მინდა ახლა მე არ ვაპირებ ამათთან ჭიდილს. ის იყო სიმბოლური უფლებას არ ქონია. დაიტოვონ ფოტოშოპს ნახეთ ეს მანქანების უზრუნველობა და იქ ფინანსარჩევი. აქ იყვნენ. ის უფლებას არ მოგცემო აქ იყვნენ. ქოცნების ახალგაზრდების. სად არიან ბატონო? სად არიან? აქ უხებუშია ადამიანს ეუბნება სიტყვას უგზავნის თუ ჩამო. ტელეფონის ნომერი არა გაქვს. ტელეფონის ნომერი. არ გვინდა მაგის ნახვა გააკეთოს ის და ლოცული რასაც. არაბლის გამკეთებელი არა. არა, არაბლის გამკეთ ბიჭო, წინა საარჩევნოდ ერთი ნატურა ვერ დაკიდეს ბიჭო. შუამავლობა მაგარიცია. ასისხებე. ავტო. წელან ვიტყო ჩამოვალ და ხა შუა ვყავს მიგზავნის აგე მე მეუნება ლემაზა. პირადად გამوارد ტელეფონის ნომერი. ასეა, პოლიციის ზურს უკან იმალებია. გამოსასვლელი არ აქვს ხალხში ამ ძაღლიშვილებს ამგენს. სადაა გმირების საფლავზე რატო არანთია ნატურა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა სატელევიზიო მიმართვისა პირადი კომუნიკაციისა. სად არიან? აბა სად არიან? აბა სად არიან? ამდენი ხანი გელოდე. გაუსწორდება უფალი ყველა უსამართლოს. გაუსწორდება. ჩამოვიდეს. არც მერტი შიში აქვს, არც ოდვის შიში აქვს, არც არაფრის შიში ამგეს არ აქვს. სიმონ დღევანდელი დღით ცხოვრობენ, სიმონ ამნაირი მე არ მინახე. ასე კაცმა რა დღევანდელი დღით რა უნდა ეცხოვრა და ამდენი ხალხი რა უნდა მოვაწყო. ვიღაცა
ვიღაცა მოვიდა. ამ ტყუილზე პასუხს რო აგებს ყოველი თითოეული ჩვენგან ეგ არიციან ახლა ამგენმა. თავისუფლებაზე ღაღადებენ რო კითხო და თავისუფლებისთვის ვინც იომა და სიცოცხლე შეწირა იმგეს ვერ დაუდგეს ნატურა. სპექტაკლის ყურები. აი ეს არის ქუთაისი და ქუთაისი ყოველთვის იყო უპატრონო და მიტოვებული ქალაქი. არასდროს არ ყავდა ამ ქალაქს. არც ნორმალური მერი, არც ნორმალური მაგის თავის არ დეპუტატი. ჩამევიდნენ და არავინ არ ალებში შეგხედავს. იმალებიან. რატო არა ყავთ იცი? აი ასე, აი ამით არიან რა, კოჰაბიტაციური გაიგია და мама. ისეთი უტეხიათ, გასცემს უფალი ყველა საკადრის პასუხს. ასე. ველოდებით. მოგვეცით ნომერი. ავთო გამოართი ტელეფონის ნომერი. შეგახსენებთ აგერ ვიმყოფებით ქალაქ ქუთაისის მერიასთან. აცალია, ახლა ხმები რაფერ გააყანბოს იმას მიგა. ადამიანებს როგორ გამოგცა გიგითხრას ეს პასუხი რაც ის არის იმედი როგორ სულ. აბა კონფლიქტი ასე ხდება. აგერე სად არის? აი. ესა სირცხვილი რა. მეთი არაფერი. არავინ პასუხისგებელი არ მოდის პოლიციას, აგზავნიან და პოლიციის ზურგს უკან. ამ ნატურამ უნდა გაანათოს. კოჰაბიტაციური სიბნელე. მიმიფურთხებია ყველა ნაცისტვის და ყველა ქოცისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამათ უჭერს ხარს. მიმიფურთხებია, მე როგორც ამ ქვეყნის შვილი და ღირსეული ქალაქის შვილი, ვამბობ ამ სიტყვას, მონების ადგილი ამ ქვეყანაში არაა. მოვიდნენ, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, იმიტომ ამ ქალაქს ჩვევია ზრდილობა, დარბაისლობა, პატიოსნება, წესიერება, კულტურა. არ ვაპირებდი მე ასეთ ფორმას, მაგრამ აი ბოლო დღე არის ახლა დარჩენილი და აი ამ ბოლო დღეს ელემენტარული პასუხიც ვერ გაქვს. ესა უზრდელობა, ესა საკუთარი სამშობლოსადმი, საკუთარი ხალხის მიმართ, გარდაცვლილი ჩვენი ძმების, გმირების მიმართ მათი უპატივცემულობა და მე ფართო სიტყვით წამოროშო. რა სიხილავენ ამდენ ხანს ჩამოვიდეს ერთი გავცეს პასუხი. პოლიცია და გასვას ატონა გაატანა მაქსიმალურად თუ უშუალოდ უნდა გითხრათ მაგრამ ჩამოვიდეს ამ შალ გითხრათ სად ეგაც კაცო გამოვიდეს წარმომადგენელი. ეს იყო მოგონი მანქანაში რო ის და სათვალეებია. ხო, მე მოგზავნდეს მე და რა. მაგას თავის საქმეზეა გასაცემი პასუხი. იგი არ შეჩვენებს. მაგას არ თავის თავზე გასაცემი პასუხი. ორგანიზაციის მოთხოვნას არ შეიძლება. აი ნახო ასე ჩაიმასკნა მონები მგონი ვარ თამგეს არაჯერ პოლიციელები და ყველა თავისუფალი ადამიანები ჩოგორები არიან გათიში პოლიციელები ხო თვითონ არ შდებიან პასუხისგებლები პოლიციას ეფარებია რომ კონფლიქტში შემოდიან ისინიც. ამ ქალაქის შვილები ვართ ყველა და მეგობარი არის. აი მოვიდა. პადმოგარს აი ამათ გამო. პადმოგამოდის. რატო უნდა ვაწყენი? სპეციალური. არ ყავს ამ ქალაქს არც მერი და არც ყოლია. უახლეს ისტორიაში არც ყოლია. კარგად ეის არც ეყოლება ამ ათხელში. ნიკო ესენი არიან სკამის, კუჭის, ჭამისკენ, სოხნისკენ და გაცხოვნის. ო ვითომ ვაქცევზე მარცია მოსული არ დააქციოს. ხეს კი არ ურთხავ მაგით და მოდიან და მოდიან. ადამიანებმა ჩაქთვალო და პასუხი მოდიან. საჭირო სამეგობრო და სახლობო ამ ქალაქის შვილები ვართ, მე არავისთან ჭკუს არ ვაპირებ. მე ველოდები, რომ ჩამობრძანდეს წარმომადგენელი, ვინცა ოფიციალური პასუხისმგებელი პირი. უპატრონო ქვეყნის, უპატრონო ქალაქში. უპატრონოები. აქსუებული ჩინოვნიკები. გუშინ ჯვარს არ მადგმევიებდით. და გვადგმევიებდით რა, ვინც ვიყავით იქ. დღეს ნატურას ვერ კიდევ მირთა მოედანზე. და თურმე ამის შაულია. აბა მოგზანდი ერთი სადახა. ყველაფერს არა ვარ მომით მოსული ვარ მშვიდობიანად წყნარად. გათიშენების მერი ვინც არ უნდა დარეკოს გათიშენებს. ტელევიზიას არ დაძირლები არის. შედი ერმო შედი არა ძაა ავთოა შესაძლებელი მე რა შევიდი აქ. არ შეიძლება ნარი ლაბარაკია. ხუთი პოლიციელი უცებ მოვიდა დავთვალე რაც დავთვალე. პირვადეს ვიკეთებ ფეხებზე მკიდია ამათი უაზრო კანონები. ისიც საკუთარი ტყავისთვის აქვს. ეს კოვიდი რომ მომაკვდინებელი იყო მთელი ბელარუსი არა არ შევა. ავთოს დაუძახ გამოვიდეს გარეთ.
გამოვიდეს გარეთ, გარეთ გამოვიდნენ, გარეთ გველაპარაკო. დაუძახი გიორგი, გამოდი გარეთ. დაუძახე, მე. ერმილე გეუბნები, გამოდი გარეთ. გარეთ გამოვიდნენ, გარეთ გავხსენ პასუხი. ავთო, გამოდი გარეთ. გამოდი გარეთ. ავთო. ავთო, შენ არ ხარ მაჟი. ავთო, გამოდი გარეთ. ავთო, გამოდი გარეთ. გამოდი გარეთ. ესენი არის ჩავ გარჩო. ერთი წუთი არა, გამოდი რო გეუბნები. სასაუბრო თუ აგერა ვარ და გამოვიდნენ და გვესაუბრე. არა, ერთი წუთი. ამათან ადამიანური ლაპარაკი დამთავრებულია დიდი ხანი. გამოვიდნენ და გველაპარაკ კანონი. არავინ ამოსწონს არა. კანონი. არა ადამიანურია. როცა კანონი. რა თქმა უნდა არა ადამიანურია. რა თქმა უნდა არა ადამიანურია. როცა სახელმწიფო ჩინოვნიკი, რომელიც ხელფასს იღებს და კანონს არ ღვევს, ისა დამნაშავე. გამოვიდეს გავქცევს პასუხი. გამოგჩენაოქცევ თქვენიათ ხალხთან. არავისთან ჩვენ ქუთაისური და ქართული ლაპარაკი ჯიგრული ბოლოდღია, აგერ დავამთავრეთ. აუ ხედავ რა ჯიგრებიცა. იაუანა მიჭირო, ბიჭო რა ჩვენ. არა, ველაპარაკები. ამათ გასაკეთებელს მე ხო, ვუთხო. მაგარი ვცდილობენ, ხო, ქართული ჯირო, ასულ კონჩი კიდე ჩვენ აქეთ მოგვატყუა. აი ველოდებით. აი ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება და ეს არის ქუთაისის მერია, ნატურას ვერ კიდებს. აი ნატურას გმირების საფლავებზე. და ამათ დებილ კანდიდატებს პირი აქვს მოღებული და იცინიან გაბადრული. რა გიხარიათ, გვეუპატრონოებოთ აქცეულ ქვეყანაში. საფურთხებელი ხარ, ყველა, საფურთხებელი და ყველა საფურთხებელი, ვინც ყველა საფურთხებელია, თქვენ ხმას გაძლევთ. და იმიტომ ისინი არიან ყვების ელემენტები ამ ქვეყნის დაქცევის და მომავალზე არ ფიქრობთ, შვილზე არ ფიქრობთ, ძირზე არ რამდენი ფიქრობთ. ემიგრანტი ყავს ბიჭო ამ ქვეყანას? ამან რა უნდა ილაპარაკოს ამ ქვეყანას? ამ მთავრობამ რა უნდა თქვას? სამაგიერო შვილს და დედას რო ერთმანეთს დააშორებს. რა უნდა თქვან, ძმაო, ნატურა მოუტანე დაკიდონ, მოკიდონ ხელით და დაკიდონ. ნატურის ფული არ აქვს მერიას, თურმე და მილიონებია დახარჯული ამ დებილ პლაკატებზე. და დებილ რეკლამებს და გმირებს ერთი ნატურა არ უნქია. არ გინდოდათ ნორმალური ლაპარაკი, გელაპარაკებით როგორც იმსახურებთ ისე. აბა ერთი ვინმე შეხებოდა ახლა იმის ლომინაძის პლაკატს ან ვინმე შეხებოდა იმ მეორეს რა ქვია? რა გვარია ისა? ხახალეიშვილის პლაკატს. თელი პარტია დადგებოდა გაწმინდავდა მეორე დღეს და ციხეში ჩასვამდე. და გმირების საფლავზე აი ნატურა ვერ დაკიდეს. ფუტხის ღირსები ხართ თუ ყველა. ხო აი აგერ არიან ახლა შიგნით გადაუყო. ვის უშავია? ჩასენდები და გარეთ ვერ გამოდის. ისეთი არის, ვის პასუხი უნდა გავხსნას და ეგრე არის. გარეთ მეტრის გადუღმა ფეხით ეძარებს. პოლიციას ყრიბავენ ხო უყურე მოდიან და მოდიან არ არიან ერთი გამომსვლელები. ღმერთმა დაიფაროს რომელიმე ჩვენთანგანს ვინმე ხელი დააკაროს სად. ასვაშავ, სიმართლეს ვიტყოდა, მაგაზე თუ იგი არა უშავ, ზო პოლიცია თუ მოვა თქვენ არაფერი არ უსმათ. თქვენ გეტყვიან ჯერ მე დამიჭირონ და მე თქვენ დაგიჭირონ. და ნახოთ რა იქნება და ვის როგორ მოყვება მაგი. დაგვიჭირო. დაჭერილები არა ვართ ამ ქვეყანაში? გელოდები, პასუხისმგებელო პირო, მე რომელიც ახარ. ეს ბიჭი ეს პასუხისმგებლობა. მაგ ბიჭს არ ეკუთვნის. არა, თუ აპირებს, პასუხისმგებლობას გამოვიდეს, გამოვიდეს, ველაპარაკები შენ მე გეუნები. არა, როგორ იღებს პასუხისმგებელი პირი არა, როგორ იღებს პასუხისმგებლობას. კანონებს საქმე. არა, ეგ ადამიანს არ გვინდა. გამოვიდეს, გავცეს ყველას პასუხი. ჩემი სახელითაა განცხადება შემოტანა გამობრძანოს კავშირს. არა მაქვს და ოფშენ მაგერა ხარ. წამოდი მაშინ გაიგეთ. მეც მერე გამარჯობა. მო გამარჯობა, გურა. მასი როგორ ცოცხლე. უნდა ვიყო, ძმაო? როგორ უნდა ვიყო? ნახულა ვედაგინე ა? ნახულა ვედაგინე. ხო, აი. როგორ ძმაო? აი სოხუმის დაცემის დღეს, გაგრის დაცემის დღეს მე სამოიდანზე რომ გავახენეთ და ნატურა არისო? ნატურა არის. ამდენი ხანი ველოდებო. მოუტანე ნატურა რა. მოიცა კაცო რაშვები ხელი ხელი გამიშვი ბიჭო. ხელი არ მომატნევინო ბიჭო. შედი კაცო, შედი. გამიშვი ძმო. რა შეიძლება რა. მერია მარტო თქვენი არის თუ ჩემია მოქალაქე ვარ ბიჭო როგორ არ მიშვებ მერიაში.
გამიშვი ძმაო, რა გინდა? სახაურობა. არა, არ გინდა, არა. ერთი წუთი დავწერეთ შენ. კამერას გადაიღე, ვიცი. არ მიშვებენ, ნო. რატო არ შეიძლება ტელეფონია, დინამიტი კი არ არის. დინამიტი კი არ არის. როცა შემოდია რატო აძლევ? ზასისულელებს იგონე. ახადო იყო. ბიჭო, რატო მაგდებ, ბიჭო? გამოდით გარეთ, კაცი, გამოდით, აღარ არის მაგენთან სალაპარაკო. გამოდი ავთო, всё, არ არის ძმაო სალაპარაკო ეს ვის კი არ არის. გამოდი ავთო გამოდი. აი თუნდაც რატო უნდა? ავთო გამოდი გარეთ და გამოდი ბიჭო შენ გარეთ. ბიჭო, ნუ ლაპარაკე. მართლა ბიჭო, გამოდი გარეთ. ავთო გამოდი გარეთ. ასე როგორ უნდა ცხენოდეს? ბიჭო, თან საკუთარ ქალაქებს ვერ შევხვდენ გარეთ. გამოვიდნენ გარეთ. ავთო გამოვიდნენ კამერით მილაპარაკე. გამოდი. შეხავს ელაპარაკე. ეს მეტად ვიწოდა. გამოდი. ავთო გამოდი გარეთ. ავთო გამოდი გარეთ. ავთო გამოდი გარეთ, როგორ უკვე. ხალხი მუშაობს და შელიესდება. ამ შეფეხე. რაზე აი ამ მუშაობ? შეფეხე ზუსტად. რაზე მუშაობ? ნატურალ ბიჭო, შენ გეუბნები დაიგონე. არ გამოვიდეს მე არავიდან. გამოვიდეს გარეთ. არა, შენი საქმე, ათასჯერ მითხარი, დაანებე თავი. ეს ჩუმჩუმად საქმის მოგვარება. რას გემოდიელები? არ მაინტერესებს ხოლმე გავი დამდენი ხანი. თუ უშუალოდ ასე გარეთ გავწევ. მოგელოდე. აი ესენი არიან ძმა მუქთან ჭამელები და ქვეყნის დამაქცევლები რა. შენ დაგიფრე, ზაღალე გელაპარაკები, ერთი პაკეტი ნატურა ვერ დაკიდას გმირთა მემორიაზე. ერთი ხო დაანდრიე. იმ საღამოსაც გვითხრეს ხვალეო იქნება ნატურაო, ჩაიწერა კიდევა, ჩაინიშნა რას კიდევა. ელაპარაკები, ვაფშე რას ელაპარაკები? ეს დღეხვალევე წელავენ და წელავენ. აი ეს და მთელი ქვეყანა. მოღალატეების აგენა შეპირება იცია მხოლოდ. ნატურა გაგიხსნათ პრობლემა. და გარეთ ვერ გამოდიან რა. შიგნით გადაღება არ შეიძლება, ესენ მაგარ წესებს იგონებენ რა. მე მაგათი ჩასული კაცობით რო აქვს და ხალხთან რო ვერ მიდიან და ხალხს ვერ ხვდებიან მიტოვავთ ამ საქმე. გარეთ ვერ გამოდიან. ქუთაისელი ხალხი ვართ ახლა. ჩინოვნიკობას დაანებეთ, თავ გამოდით როგორც ქუთაისლებმა ვილაპარაკოთ. აი ესეთი სამარცხვინოები როგორ ხარ? გამოდით ერთი კაცი ილაპარაკეთ. ერთი კაცი გამოდით ილაპარაკეთ. დაგველაპარაკეთ ხალხი ვართ, ახალაკი შვილები. ბიჭო, ვიცაა, ხო, ვიცაა. ეგა ვერ ხალხს არ დაგდებენ, ხო? ერთი მემორიალური დაფა ვერ გააკეთეს იმისთვის. ასე რო აქვს. ცუნა დაიკავეთ, ვარა დამიხალა ხელი შენ მოგწო? თქვენ თავს აქნებთ ასე რომ ვითომ ჩემი საქციელი არ მოგწევთ აი ესა ამათი დემოკრატია. ფორმა ბიჭო და ვიცი როგორია ფორმის პატივისცემა. აი ესა ამათი დემოკრატია. თუ გადასაყნევია. შენ რანაირ მეგენი არ არის ნამფუს სამსახურის ღირს. გამოვიდეს ერთი რომელიმე არცent არ ვეწყობები. რატო ერთ-ერთმა გაქვს პასუხი? ხო გმირთა შენ მემორიაზე. არიომია შენი ქვეყნისთვის ძმაო და შენ არ დაგუბია მეგობრები და ფეხებზეც კიდია შეიძლება. გამოვიდეს ერთი და გავცეს პასუხი. გამოდით რომელიმე ვაშკაცები ყოფა. გმირთა მემორიაზე ვითხოვთ ნატურას, მე სხვაებერს ვითხოვთ. ერთი ნატურა რა გაუხდა სახელმწიფოს. გადაუღე. გმირთა მემორიაზე. დაამახსოვრდეს ამ ქალაქს ძალიან კარგად. აი ეს ამათი როჟები. ამ საქმეს, ანუ სამსახური არ უჭერთ, თუ არ ამისამ და ხაიცი. აუ სასაუს იზამდა, სამსახური რო აძლევს უფლებას. ადმინისტრაციის პროს ჩამოვიდა. გამოვიდეს გარეთ. ქუჩაში გელაპარაკე. მე რა ქუჩის ბიჭი ვარ, მე მაჟორიტარობის კანდიდატი. არ მაინტერესებს, გამოვიდეს გარეთ. კარგად წამდებოდი მაშინ ვეღარ. გამოვიდ შენ ვინახარ? შეხა დაცვის თანამშრომელი. მოვიდეს და შემხვდეს, ვინ ქალაქის პასუხი შენ რა ჩემი გადასტილი ფული დიხარ, ხალხს მოვიდეს ა. ვეთრიოს ა. იყავით ასე. ვეთრიოს და გავწეს პასუხი. აქა ბარიკადებს გაგიკრავენ. ხალხი იყავით შიგნით. აი ეს ახარ, თქვენ, აი ეს ახარ, გამოსვლა არ შეგიძლია და ლაპარაკი არ შეგიძლია. საკუთარ მოსახლეობას ხელებში ვერ ხედავთ, იმიტომ ჩასრული გა. მოსახლეობას აქ ხვენი აქ ბიჭო ამ ქალაქის შვილები ხართ, მარცა და ერთი ვერ გამოდიხართ გარეთ.
Აბა წავედით რა უნდა გელაპარაკოთ რა. ამე უნდა თოები. მე თუ ქუთაისლები ქვიათ, მართლაც მე თუ ქართველები ქვიათ რა. მიდით, ბიჭები სადღეგრძელო დალიეთ, მე ბიჭები. ვირები სადღეგრძელო დიდი თასებით დალიეთ. ნაგუები ესე. აი მეგობრებო, ესაა ამათი რეალობა. მე მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა მე ქალაქი, რომელიც არის კულტურის, დილობის, ინტელექტის ეტალონი, მსგავსი რამეები მეკადრებია, მაგრამ აი ამ შენობაში არიან ლაჩარი ხალხი, რომლებსაც გარეთ არ შეუძლიათ ელაპარაკონ საკუთარ ხალხს. მოდი მე, გუბერნატორია თუ ქალაქი. ოქროვიჭები. ხალხი ვინცერ გამოვიდა, პასუხისმგებელი და ორი თუ ვინც პასუხი ვერ გაქვს. ლაჩარი ხალხი. ხო, ერთი საათი აქ მithქო რომ ჩამოვიდა. აწეული მაგეთ არა. ორი თვია, ვითხოვთ რომ გმირთა მემორიალზე ნატურა აინთო. ჩემ მე მასწავლე რა უნდა გავაკეთო რა. ვერ მასწავლე რა. არა, ადეკვატური. გეუბნები. არა, გამაგებინე რა. არის ჩამოსული. რა შენ რა იცი? განცხადება მაქვს შემოწამილი ორი თვია. ხალხი მერია ჩახრებულია. მე პირადად ვნახე აქაობის ჩინოვნიკი, რომელსაც ვთხოვე, რომ გმირთა მემორიალზე ნატურა დაინგო. ხო. ჩამნელებულია დიდი ხანია. დაინგო ისოდეთ რა ხდება. გმირთა მემორიალზე. ამოდი დათო აქ არაკები ბიჭო. ნატურის განდება გახდა თელმერიაში პრობლემა. არა, პრობლემა. ნატურებს აკეთებდა. გახდა ჯიგარო პრობლემა, გახდა. ერთი წამი. გახდა პრობლემა, რო არ გამხდარიყო აქ არ მოვიდა. ერთი წამი. მას უწევთ? არა. მე რას ვიზამე, არავის საქმე არა. საქმე არის არავის ჩემი, საქმე როცა მე მელაპარაკებ. მე რა გუბერნატორს ვესაუბრები რა. მე რა გუბერნატორს ვესაუბრები. მე ვარ შეწყვენილი ჩემს რაკაცებთან, რომლებიც დამეგუბენ და ნატურავენ და ერთი წამი. მაგას რატო იმიტომ რომ არ უნდა ჩაერიოს. უნდა როდესაც თქვენ გესაუბრებთ, რა იყო შეურაცხყოფაზე გამოდივარ თუ რა? ხო და ამიტომ ვთხოვ რომ ნუერეო. ნუერეო, მე რა პატივს ჩემ. ნუერეო. პატივი ეცი ყველა. პატივს თავის მოვალეობას. მასაური შემო პატივს ჩემ. ეს პატივი ვეცი ყველა. მე თუნდა მცემ პატივი. მე ვერაფერს ვერ მასწავლე, ვისაც გინდა იმას ასწავლე. ხო და მოიცა, არ მინდა რა, ეხა ეგრე. ერთი წუთი რა, ძმაო, მე მაშინ წყარად მაუც არა ვარ, შენ. ვერც იქნები ვერ ასრულს რა. ვერც იქნები ეხა. ნუ მასწავლე ვერ ჩამერი. არ უნდა ჩამერი. შეურაცხყოფილა თავის ყველა ჩვენგან. წელი გამიშიდა. გუბერნატორი კი არა, ვიღაცა ჩინოვნიკია, რომელიც ჩემი გადახდილი გადასახელდა. არ ვიცი მე რაზე პასუხი, ხო და რო არ იცი პასუხისმგებელთვის ველოდები, რომ გამოსული. მე აგერო. ორი თვია. გუბერნატორი. აი, მაშინ შენ გეკითხე. ისტორია ზვიად გამსახურდიას ეროვნული გმირის და ზვიად გამსახურდიას ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებლობა მოიტანა, ძეგლის დასადგა. 10 დღეში ყოველ შემთხვევაში პასუხი უნდა ყოფილიყო. მოვედით ერთი თვის მერე პასუხი არ იყო. მოვედით კიდე პასუხი არ იყო. მეორე ეხებოდა გმირთა მემორიალზე, აი წყეულმა ნაცემმა რო დაანგრიეს გმირთა მემორიალი, იმ ადამიანების ხსოვნის მემორიალური დაფის გაკეთება. 10 იმაზე პასუხი. მოვედით მესამეჯერ იმისთვის თხოვნით პირადად ინფრასტრუქტურის პირადულს ხო არ ვიყო. ადამიანები ხო. არანაირი პასუხი ერთი წამი. კიდე მესამე დავასრულებ. აი რატო შტოთებ. შენ ასეთ რამდენჯერაც მოხვალთ ერთხელ მოვედი. ერთხელ მოვედი. ერთხელ მოვედი. სად არიან? ორი თვია ველოდები. ჩაინიშნეს პასუხს კარგად იცი ადმინისტრაციული საქმის წარმოება. გავარკვე. არავინ არ აქვს გამყვევი არა. პირადად ხო მეუბნები არა რო აბა ამდენი ხანი რა ასებობ მოიცა ეხა ვერ გაქვს თუ მელაპარაკები მაშინ იმის მოლოდინის უნდა კონდეს რომ რაღაცას გავარკვევ და თუ არავინ არაფრის გამრკვევი არ არის მაშინ ჩვენ ლაპარაკსაც აზრი არ არის ხო და გეუბნები მე შეიძლება ისიც არ იცი რა ხდება შენ ადმინისტრაციაში ამდენჯერ მოვედი და ვერ გამცეს ერთი წამი რა ნუ მესაუბრები ეგრე რომ მე რა ვიცი ჩემ ადმინისტრაციაში რა არ ვიცი ერთი მე ყველა წერილზე მე ჩემთან არ შემოდის ხავს
მერიას მაშინ გამეცი პასუხი ორი თვე რატო არა აკრებულოს ხელმძღვანელი რატო არა და ორი თვე რა ვიცი და რა რატო არა არ ორი არის თვე შენი პასუხი და რატო არა ორი თვე პასუხი მე მესაუბრე ცოტა არგუმენტირებულად კანონის ფარგლებში რატო არა პასუხი გაცემული ხოდა მოვიკითხავ მეთქი გითხარ ხოდა მე რატო გეუბნები მიიპარებო მე გუბერნატორისთვის კი არ მომიწერია ეგ წერი მე დავწერე მე გუბერნატორზე კი არ დამიწერია დავავალე თხოვე მერიას და თხოვე საკრებულოს მე ამიტომ გეუბნები თქვენთან მე რატო ლაპარაკობ ვერ ვხვდები გავიგე და მე მოვიკითხავ მე ერთი რაღაცა მინდა თქვა რა იცი აქ არიან ჩემი მეგობრები მომსეტერანები ვართ ყველა აბსოლუტური უმრავლესობა თხოვნა გქონდა ადამიანური პირადად შევხვდი პლაკატებს ერთ 22 ლარიანი ვეტერანი ვარ ამ ქვეყნის და დაუფასებელი და სულ ჩაფუძნებული ისე როგორც სხვა მეუბნებოდნენ რომ პლაკატს ნუ გააკრა იმიტომ რომ ეს არის რუსული კომპანიის რომელზეც ენერგო პროსაკუთრება არ შეიძლება კაი გასაგებია არ გავაკრა თხოვეთ ერთი რაღაცა ადამიანურად არანაირი სურვილი არ მაქვს აქციის პირველი ცივილის ძმურად თქო ძმების საფლავზე იმიტომ რომ სოხუმის დაცემის დღე იყო გაგრის დაცემის დღე იყო მივედი ცანთლები დავუხდით მთელი ღამე გავათმით და თხოვეთ ერთი ნატურა უბრალოდ დაანკრა აი ხავე იქნება პასუხი გავიდა ერთი კვირა მის მიერ ისევე ჩაბნელებ ამ რომელიმე ერთი აკრო რომელიღაცა პლაკატი ჩაბნელდეს იმას ხო არავინ არ გააჩერებს ამიტომ ვარ ახლა მე აღშფოთებული იცი მე შენ ადამიანურად არ გიცნობ და პიროვნულად შეიძლება რო გავიცნობ ერთმანეთი დიდი პატივით გქცე მაგრამ რატო ვარ შენი ადმინისტრაციის თანამშრომელი აღშფოთებული ამიტომ შენც რო ჩემ ადგილზე შენც აღშფოთებული გავიგე და ხოდა ასე ვისაუბრე რეაგირება არ მოუხდენიათ არანაირი გადაწყვეტილებამდე და დაგეხმარები მეც და რაც არის გასანათებელი და ეს გმირთა მემორიალია თუ რაღაც იმას გავაკეთებ და ადგილის გამოყოფას ჩემთვის გამოყოფაზე ეხა რაღაც საკრებულოზე არის ეს უნდა გადაწყვიტოს საკრებულო ქალაქის საკრებულო მე არ ვიცი თქვენ პასუხი რატო არ მიიღეთ ამამთავრები მე არ ვიცი პასუხი რატო არ მიიღეთ გავარკვე მაგას რატომაც არის და არგუმენტირებულად პასუხს დაგიბრუნებენ მაგრამ ის რო ეხა ერთპიროვნულად არავინ არ იღებს მაგიტო ქალაქ საკრებულო რომ მიიღოს იმ ადამიანებმა ვინც არის ქალაქის გუბერნატორი რატო უნდა წუხდებოდეს მაგ საქმეზე როცა უშუალოთაა დავალებული საკრებულოს და მერიას მე მაინტერესებს რაღაც მე როგორც ქართველი ადამიანი მესაუბრებით გასაგებია მაგრამ თქვენი მოვალეობა ხო არა არის მე გავარკვე მაგას და პასუხებს მიიღეთ აი როგორ მივიღეთ მოდისთვის ადრესატი და მეორე არის ადრეს საკრებულოსთან არის რატო მე ვარ მერიასთან ხოდა ორი თვეა ველოდები მე რატო გეუბნები იცი მოვედი ჩვენ აქ ერთხელ მოვედი ვერ გამწეს პროგრამული შეცდომა დაგირეკავ შეგეხმიანებით პროგრამულსაც არ გამოურიცხა იმიტომ რომ ახალი პროგრამა გავაკეთეთ ეხლა და არა მეც ადამიანი ვარ მაგრამ რაღაც უარყოფითი პასუხი ხო და მაგას გულობა არის უპასუხებლობა როდისთვის შეძლებთ მაშინ თქვენ რომ ჩვენც მოვიდეთ თქვენთან შეთანხმებით ამ მოთხოვნაზე კვირაში პრინციპში გავარკვევ თუ საკრებულოზე არ იყო გასული ამ სახელმწიფოს რომ მივიღოთ გადაწყვეტილება რომ ნატურა დავანთოთ ღირთა მემორიალზე არ შეიძლება ჩერნობილის იმადამის მემორიალი არის გაგრის დასაწყისი ხო შეიძლება დავას დენის ნავთული ზედამხედველობის სამსახურმა დაგვირთ აი მე მართლა არ მინდა რომ გუბერნატორი ამდენი საქმე გაქვს შენ შეგაწყვეტ ამ საქმეს სკვერია მემორიალია თუ რა განათება სადაც არ არის იქ უნდა იყოს მოდი აბელი აქ და უბრალოდ ნატურა არა ასე რომ ნატურა არა ისე ვქნა თუ აი დაალაგდეს აქ ხალხი რომ მოვა ხალხს რომ პასუხი გაეცეს ნორმალურად არათუ ასე ყვირილი და ასე თუ რაღაცები აი ვინმე იყოს აი ამისთვის არსებობს ხელმძღვანელი მე ვთხოვე რომ მე არ მინდა აქცია აზრი არა ვის უხარია ლაპარაკს და ეხა მე რო არ ჩამოსულიყავ წახვიდოდით და დარჩებოდი ძალიან გამიხარდა სანამ არ ვიყურებთ არავის არის ერთი კაცი და შეავლებთ ხელსაც ჩამოგართმევ რომ დამელაპარაკე იმიტომ რომ სხვა არავინ გამოსულა იქ იდგენ პანჯრის იქა და გარეთ არ გამოდიოდა მაგის მოსახლეობა მაშინ ყველა ადამიანს აქვს უფლება და საშუალება რომ ჩემთანაც მოვიდეს მერთანაც მოვიდეს და ასე ხალხის სამსახურში დგახართ და ხო და არ გვინდა ვიმსახუროთ კონფრონტაცია ისედაც ისეთი ისაა დაძაბული ვითარება შექნება თქვენი იმედი მაშინ კი ბატონო და მიიღეთ პასუხს ამაზე და იმ განათებასაც მადლობასაც მოგიხდით მაგაზე მართლა ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ დღეს საღამოს ნატურას და აი გმირების სულთანაც ყველანაირად იქნებით ჯიგარი ვაშკაცი კაცი აი ხერო ამაზე კარგად ზანდებოდით დამოუკიდებლობის მანამდე არ ესმით და გმირთა მემორიალი არის და არა ის არა მე არ პირველად მესმის ეხა ეს არა აი გასაგებია ყველა მაგრამ თქვენ ეს არის
ეს არ არის ქუჩაში გადამწვარი ნატურა, ეს არის გმირთა მემორიალი. თავისუფლებაზე ვღაღადებ და თავისუფლებისთვის, ვის თავი შეწირა იმ ბიჭებს, იმაცულებს. ჩვენ მივდივართ სანთლებს ვანთებ, ჩემოგევლებს. წავედით. აბა კარგად. აი ესე. მოდი ერმოძმა. ვიტყვი რამეს თუ დავამთავროთ ლაივი. არაფერი, მე არ ვითხოვ ადამიანის სახელი და გვარი არ ვიცი როგორ ვიტყვი. არის გუბერნატორი? მერის სახელი რომ პორმირე. ერთადერთი ადამიანი რომელმაც შეძლო გამოვიდა და დაგველაპარაკა. თუნდაც აი ამ ვაჟკაცობისთვის მე მას მინდა შევუქო საქციელი, არ გიქენი რომ ჩამოდი მთელი მერიის სამსახურებიდან განსხვავებით რომ შევხვდი თუნდაც იმ დაძაბულ ფონზე უსიამოვნო საუბარი იყო თუ რა იყო გაგიმარჯოს ღმერთმა. რაც შეეხება იმ ჩვენ საუბარს რაც იყო. აი ესეთი არის ეს ქვეყანა. ეს არის ნაცქოწური კოჰაბიტაციის უბედურების იავარქმნილი ქვეყანა, სადაც პასუხი უნდა ააგონ დამნაშავეებმა და არ უნდა გაგრძელდეს კოჰაბიტაცია. ელემენტარულს ვერ ასრულებენ. პასუხს ვერ გცემენ, ნატურას ვერ კიდებენ. აბა ერთი ვინმე ადგეს და ლომინაძის პლაკატი ჩააბნელოს, ან იმის პლაკატი ჩააბნელოს, რა ქვია. ხო იმ წუთში მთელი პარტია ხელებს გადაიკაპიცებია და მე მოვკლავ დედას, დავხრიტარ მამას თუ ქართული ოცნება ვიბრძანებ სამას. მინდა არავის არა. ხო და აი პიროვნულად რაც შეეხება 10 მაგარ დავაფასებ მე ამ ადამიანს თუ ის მის სიტყვას დღეს ერთ ელექტროს გაუშვებს და გმირთა მემორიალს გაანაწილებს. მე ნამდვილად ვიყვარდებ და მექნება პატივისცემა მის მიმართ. შევამოწმოთ კაცობაში და საქციელში. კი ბატონო, პირველი იმ ამბავში რომ ჩამოვიდა და შეხვდა, შემიძლია შეუქო საქცია. კარგია, გამიხარ. დაგემშვიდობებით, აი ეს არის რეალობა. აი რა გამშვიდობაა ბებო, ასე უნდა გიჭირდეს ამ ქვეყანაში. აბა კარგად, დროებით.